გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები საეთერო სტუდიაში მუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი ნინო ჩხიკიძე სტუმრად გიგვეძებდნენ სახელოვნებო სტუდია სკოლა სტუდიის დირექტორი მოალი თოფურიძე და ასევე ამავე სკოლა სტუდიის მასწავლებელი ნუკა მასი ჩვენი დილის წამყვანი ნუკა მარგველაშვილი საღამომშვიდობის საღამომშვიდობის მე მგონი ეს ის ერთადერთი შემთხვევაა ჩემი მხრიდან როცა პირველად ვიძახი ამ რადიოში საღამომშვიდობის დილომშვიდობის მაგივრად მოგესალმებით მოალი შენს გაგვეცე ხმა ჩვენ კიდე გამარჯობა საღამომშვიდობის ჩვეულები ვართ ყოფნას მაგრამ მით უფრო შენი ნაუბარი დაგვაინტერესებს განსაკუთრებულად მე შენის ნებართვით აღნიშნავ იმას რომ ეს სკოლა სტუდია ხელოვნების სკოლა სტუდია და არს ალბათ პირველ რიგში არის ის რომ თავის დროზე შენ დედიკო მაკადვალიშვილი უძღვებოდა დაახლოებით ამ და გვარი სკოლა ქონდა სადაც ასწავლიდნენ ხელოვნების ისტორიას ეს იყო მრავალი წლების წინ, როდესაც ჯერჯერობით მგონი მე არ ვიყავი საერთოდ გაჩენილი, იყო მხატვრის სახლში ტარდებოდა ეს გაკვეთილები, ლექციები. რის შედეგად დღესდღეობით მისი სტუდენტები აღფრთონებულები არიან ჩვენი სკოლით და დაყავს მათი ბავშვები ჩვენთან. და მაკადვალიშვილის დამსახურება ის მაკადვალიშვილის დამსახურება რა თქმა უნდა კი თან არიან ძალიან ახლოს დღესდღეობით. დიახ რა თქმა უნდა. კეთილა, მაშინ აი თქვენ რას ეკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი როდის დაფუძნდა, როდის დაარსეთ ეს მშობლები, მამა როდის გაასახლეს საკუთარი სახელოსნოდან, მხატვარი დიმიტრი თოფურიძე და ასე შემდეგ. ამ სკოლასთან დაფუძნებასთან დაკავშირებით დავიწყე ფიქრი სადღაც 2 წლის წინ საერთოდ, მაგრამ რატომღაც ნუ გადაიდო და ვერ მოვახერხეთ, რაც დავიწყეთ წელს ზაფხულში უკვე სერიოზულად მივუდექით ამ საქმეს. მამა ჩემს ვთხოვე რომ დაეთმა მისი სახელოსნო ჩემთვის, რა თქმა უნდა თავის სახელოსნო აწყო სხვა ადგილას თავისთან სახლში, რომელშიც მეორე სართულზე ფაქტიურად მისი სამყარო აქვს უკვე შექმნილი. ძალიან დიდი ხანი მოვუნდით ამ ის რა ქვია სახელოსნოს დაცლას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი კოლექცია ქონდა, არა მარტო ბიბლიოთეკა ქონდა, აქვს რაღაც საოცრად დიდი კოლექცია კოვზების, იქ მისი რა ქვია. კარგად მოკай, გაასახლეთ მამა. კულტურულად არ ვიხებ ძალიან ძალიან კულტურულად ყვება და მამა გაასახლა, უთხარ ხე შენ წადი შენი ნახატებიან, მაგრამ ნუ კარგ საქმეს აკეთებს. ძალიან მისი იდეაც იყო და მისი ხო რა თქმა უნდა დღესდღეობით მაგალითად ძიმა ასწავლის ჩვენ თან ხატვას, აკადემიურ ხატვას, ვისაც ყავს 16 წლიდან ზევით უსასრულობამდე ბავშვები. ბავშვებიც აღარ ქვია უკვე მაგას, მოზარდებიც ყავს და ხატავენ, გადასარევად სწავლობენ, ძალიან კმაყოფილები არიან. და თქვენთან კი არის მითითებულია, რომ აქ არის ძირითადად იწევს სკოლა სტუდია არტისტი იწევს 4-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, თუმცა იცით თავიდან გვინდოდა ეგრეთ ითქოს რომ ყოფილიყო 4 წლიდან 18 წლამდე ესეთი ასაკობრივი ზღვარი დავთქვით, მაგრამ მე იმდენად მოთხოვნა წამოვიდა, ჯერ ესეთი ხელოვნების ისტორიაში ყავს გოგი ხოშტარია, რომელიც ასწავლის ასევე უფროსებს, ყავს აბსოლუტურად დასრული ადამიანები, რომელსაც მაგალითად ერთ-ერთს დასჭირდა თავის სამსახურეობიდან გამომდინარე სადღაც მე მგონი 40 წლის არის თუ არ ვცდები ზუსტად არ ვიცი რა დავასახელებ მაინც ესე კონკრეტულ ზუსტ ასაკს და ძალიან კმაყოფილებიან ასევე მეში ფოტოგრაფიაშიც ყავს უფროსები რა თქმა უნდა იქაც სადღაც 30 წლამდე არიან გოგობიჭები და თქვენთან არის ძალიან ბევრი საგანი არის, მაგრამ მე მეც ჯერხოთ რაღაც ნუკას საგანს მინდა გადავწყვეტ და ერთ-ერთი საგანი რომელიც არ არის, ჩვენ ხალისოდით კიდეც ეთერს მიხმაროს, აი დანს კლასი არ გაქვს. ხო, მე დროგი პავლეს ქალიშვილები ერთად აი ჯერჯერობით ერთ-ერთი ხო კასტინგს ვატარებ მე დროგი პავლეს ქალიშვილებთან. პავლეს აღარ ვეძებ. პავლე ძიება მე დავამთავრე დიდი ხანი. ნუ კაშე ხარ აქ მეტყველება მხატვრული კითხვა და სიმღერა ეს ყველაფერი ეს ტრიადა შენზე არის მანდობილი.
იცი რა შესაქმე პირველად როცა შემომთავაზა მოლი ძალიან შემეშინდა უბრალოდ ჯერ ჰოპ დავიძახე და მე ჯერ დავთანხმდი და მე ძალიან შემეშინდა იმიტომ რომ ერთია რომ ვთქვათ შენ თვითონ ეს საგანი გავლილი გაქვს და იცი და მეორეა როგორ გადაცემა ამას ბავშვებს იმიტომ რომ მე კი არა ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ვინც ვთქვათ ფანტასტიკურად მღერის მაგრამ გადმოცემის უნარი აქვს ნაკლებად ან პირიქით ძალიან მღელავდი იმიტომ რომ ჯერ ერთი ზუსტად ვიცი გამომდინარე იქიდან რომ დედა ჩემს წლების განმავლობაში არის პედაგოგი და ყავს მუსიკაში მოწაფეები ზუსტად ვიცი როგორი რთულია ბავშვებთან მუშაობა იმ თვალსაზრისით რომ ვერასოდეს ვერაფერს ვერ გამოაპარებ იმიტომ რომ თვითონ არიან ყველაზე მართალი ტიპები ძალიან ნერვიულობდი მაგრამ ნუ რაღაცნაირად რაღაცა შევეწყვეტ კი რა დავმეგობრდით პირველ რიგში მაინც ჩავთვალე რომ თუ კი მათ ყოველ მე ესე ვიყავ მე თუ მომწონდა მასწავლებელი იმისაგან ვსწავლობდი თუ არ მომწონდა არ არსებობდა და ამიტომ პირველი ჩემი მცდელობა იყო ამ ბავშვებთან დამეგობრების და მე ვთქვათ იმ საგანზე ლაპარაკის რაც მე მათთვის უნდა მესწავლებინა რაც შეეხება სიმღერას მე ყველაზე მეტად მომწონს ის რომ ვთქვათ შეიძლება ამ ბავშვების უმეტესობას მაინდა-მაინც ახლა აბსოლუტური სმენა არ ქონდეთ და მომღერლები არ გამოვიდნენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის აღქმა რომელია კარგი და რომელს უნდა მოусმინონ და როგორ იმღერება კარგად სიმღერა ეს აუცილებლად ეცოდინებათ რაც შეეხება მეტყველებას ეხა ჯერჯერობით ხატრულ კითხვამდე სანამ მივალთ უფრო მეტად მეტყველებაში გიწკავთ კუთხე ხო დაახლოებით იმიტომ რომ არის რაღაცა პატარ-პატარა პრობლემები და ძალიან სასაცილოები არიან თვითონ რა პრობლემაც აქვს იმას რომ შენ თვითონ უკეთებ უტრიერებას ძალიან იცინიან და ძალიან ერთობიან და გადახარხარ ამ დროს ნუ თვითონ ვერ ხვდები მაგრამ ძალიან საყვარლები არიან მე საერთოდ ძალიან მიხარია რომ თირა მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტურად არა ვარ ამ წუთას სუბიექტი ხარ ძალიან ბევრი ხელოვნების სკოლა არსებობს და არავის არ აკლია ბავშვები მაგრამ ამ სკოლის განსაკუთრებულობა ალბათ არის ის რომ ჯერ ერთი მაინც ხეცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს მართალია მოლი мама გაასახლა მაგრამ ძალიან სახლური და თბილი ატმოსფეროა და ამიტომაც არის რომ ამ ბავშვებს აქ მოსვლა უხარეთ მე ვიცი რომ ბევრი რაღაცა ესეთი ალბათ მე უკვე ტრადიციათაც იქცევა რაღაცა მოლის მოგონილი ამბები არის რომ ბავშვებს უხდიან დაბადების დღეს ჩვენ ყველამ ვიცით ვისი დაბადების დღე და ეს რაღაცა პატარ-პატარა ფაქტორები ნუკამასის დაბადების დღეს მე ნახე როგორ ხო აი არა მარტო ბავშვებს ხო აი ძალიან ვინც მონაწილეობს მე თან ვიყოთ ყველაფერს იკეთესთან ერთად ვართან მშობელის ბავშვის რომელიც დადის ამ სკოლაში ჩემი შვილი არის 4 წლის და ნუ აი არაფრით არ მეგონა რომ 4 წლის ბავშვმა შეიძლება რაღაცაზე იერთადეს ძერწვაზე ირინა ჯიბუტთან და ნუ ჩვენ პრინციპში მას მერე უკვე არაფერზე სხვაზე აღარ ვლაპარაკობთ გარდა იმისა რა მაგარია ძერწვა ასე რომ მე გირჩევთ რომ მართლა ესეთია თან ძერწვა არ მე როგორც მსმენია ფსიქოლოგებისგან და ჩემს სახში აი სუფხალისობთ რომ ყველა ასაკის ბავშვი ცხოვრობს და აქედან გამომდინარე თან ჩემს თვალს ადევნებს ხოლმე ეს რაღაცებს რომ აი რა არის ახალი და აღზრდის მეთოდებში და ყოველთვის ხაზს უსვამენ ფსიქოლოგები რომ ძალიან კარგია როცა ისინი ეხებიან და ძერწავენ მით უფრო აი ჩვენი მოტორიკა არის იბუიძახის ჩვენი მასწავლებელი ვინც არის ძერწვის ანუ თიხაში ძერწვის მასწავლებელი რომ ეს არისო ყველა სტიქი არისო ერთად შერწყმულიო ეს არის წყალიო ჰაერიო მიწა და ხო რა მაგარია ხო ანუ ყველაფერი ერთად ცეცხლი ანუ ფაქტიურადო შენ ეხებიო სამყაროსო სამყაროსგანო ქმნიო შენ შემოქმედებასო რაც არის ანუ შედევრიო მე ის უნდა გამოცვალო და დაინახო შედეგიო რომელიც არის ეტაპობრივად ხდება ეს ყველაფერი ამ ყველაფრის მიღება ნიშნულოვანი კიდე ერთხელ მე არ არის ეს ბავშვები შეიძლება არც მომღერლები არც მოქანდაკეები არც მხატვრები არ გამოვიდნენ მაგრამ შეხება რო აქვთ უკვე რო რაღაცა პატარა გამოცდილება ექნებათ ამისი ყველა შემთხვევაში ეს მათ ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია კი რა თქმა უნდა არა ალბათ მე პირიქით გონი რომ ესეთი სკოლების პირიქით ყველაზე დიდი პლუსი არის ის რომ არ გქონდეს სწორება იმაზე რომ ეს ბავშვი გამოვიდეს რა თქმა უნდა რაღაცა პირიქით გქონდეს მას ის რომ იცოდეს რა არის არტი და ხო ჩვენ ქონდა ეგეთი შემთხვევა ერთი პატარა გოგო 4 წლის იყო მე მგონი ის ბავშვი რომელსაც არ ყავდა ქართველი დედა და მე ხამს უფრო ქართველი დედების საყურადღებოდ ვამო ხო იცი ჩვენთან არის მაინც გამობრანჭული ბავშვები მთავარია სცენაზე გამოვიდნენ კარგად მღერის ცუდად მღერის არცებით მნიშვნელობა არა ამ რაღაცა ეს ბავშვი რომ მომიყავს ხო 4 წლის ბავშვი იმისთვის რასაც მე ვასწავლი ნამდვილად ძალიან პატარა იმიტომ ელემენტარულად ნუ კი წერა კითხვა უნდა იცოდეთ
ამ ხალხს აუთხარი რომ ძალიან პატარა იცი რა მე აქ ყველა საგანზე ვატარებო და მე რომ სადაც მივხვდებიო რომ ან მეტად მოწონს ან მეტად გამოდისო მე რაღაცა იმ ხას გავყვებითო და ეს ბავშვი მეგონი ძერწვაზე დარჩა საბოლოოდ კი ყველგან იყო და ძალიან ესეთი მეთოდია მე მგონი შემთხვევაში ასე ამოჩემება რომ მაინდამაინც დედას რაღაცა საგანი მოწონს და აუცილებლად ეხა მივეძალოთ და უსმენო ბავშვი ვამღეროთ ხელნაძორს ვახატინოთ ნუ რა საჭიროა რეალურად რა უნდა ძალიან ბევრი არის ეგრე არა მარტო ეს ბავშვი იყო არამედ სხვაებიც ყოფილან ესე რომ აი რამოდენიმე რაღაცას ვწდი გაკვეთილს და იქიდან გამომდინარე რომელი მოეწონება იმაზე დავრჩებით და იმაზე ვივლით ან ჩვეულებრივი შემთხვევა არის. და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მას მისცე იმის საშუალება რომ იმ დოზებით აკეთოს ის რაც მას უნდა რამდენიმე დღის წინ ალბათ ყველამ ნახა ეს ინფორმაცია აუტისტი ბიჭუნა როცა დედამ გამოიყვანა ამ საგანგებო სკოლიდან და უბრალოდ მისცე იმის უფლება რომ მას რაც უნდა სურდა ის ეკეთებინა ანუ იმ დიდი დოზებით როგორც იწერდა რაღაც მაჩნის ანუ სიმრავლის დოზით და შესაბამისად მას რაღაც საოცარი მიღწევები აქვს ამ ბიჭუნას. და აი თქვენ მე მაინტერესებს რა მოდი მაშინ მაინც ესე დავჭეთ ჯერ რადგან ნუკას მივადექით და არ ვაძლევ გასაქანს აი სიმღერაში რა ხდება როგორ ურჩევ შენ ანუ სიმღერიან უბრალოდ შენ ასმენინებ რაღაცას რომ იცი რა მე თავიდანვე რაღაცნაირად ყველა მშობელს და ვინც უნდა მოსულიყვნენ ჩემთან თავიდანვე ვეთქვით რომ ეს ბავშვები მე ჩემი მეთოდი ყოველ შემთხვევაში ეს ბავშვები მე არ ვამზადებ ამ ბავშვებს სცენისთვის და ჩემი პირობა არის რაღაცნაირად ესეთი რომ მათ ეცოდინებათ აი მარტივად რომ ავხსნათ აი დაბადების დღეზე როცა იქნებიან დაასხდებიან და ვთქვათ კარგად იმღერებენ აუცილებლად ეცოდინებათ ვთქვათ ის სიმღერები რომელიც მე მგონია რომ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვისია ეს სიმღერები პრინციპში ყველასთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი მე ეს რა თავიდანვე გავაფრთხილე რომ თუ კი რამე სიმღერა არ მოგეწონებათ თქვა აუცილებლად მითხარით რომ არ შეიძლება იმღერო ის რაც არ მოგწონს მე არ მინდა რომ მათთვის რამე იყოს სავალდებულო იმიტომ მე ძალიან კარგად მახსოვს მე მაქვს მუსიკალური განათლება და ძალიან მიყვარდა ეს საქმე რა ფორტეპიანოზე დავდიოდი და მყავდა ფანტასტიკური მასწავლებელი რომელიც არასოდეს არ მაძალებდა ჯერ დაუკრავდა ხოლმე თვითონ მასმენინებდა და თუ მომეწონებოდა ეთერ ზანგურიძე იყო არაჩვეულებრივი იყო კი რა არის არაჩვეულებრივი პედაგოგი და ყველამ კარგად ვიცით ვისაც მუსიკალური შვიდრე დაგვიმთავრებენ რომ ამას ყველაფერს მოსდევს სოლფეჯიო რომელიც არის აუცილებელი და მე ისე მართლა ჭირის დღესავით მახსოვს რომ არაფერი არ მინდა რომ ამ ბავშვებს ქონდეთ რაღაცა ვალდებულება ამ ყველაფრის მიმართ ამიტომ რაღაცნაირად უფრო თამაშით არჩევით რაღაცა თვითონ როგორ ურჩევნიათ თვითონ მე ვიტყვი რომ თუ კი თქვენ თქვათ რამე სიმღერა ძალიან გიყვართ ან ძალიან მოგწონთ მითხარით და მე თქვენ გასწავლით და მოდიან ახალ-ახალი იდეებით და ძალიან საყვარლები არიან. მე თვითონ იცი რა, უნდა გამოვწყდე რომ ისეთ კარგ დროს ვატარებ განსაკუთრებით სიმღერით გაკვეთილზე, რომ აი ძალიან ვერთობით და ამ გართობაში იცი რა, მიუხედავად რომ დიდი ხანი არ არის, რაღაცა ერთი თვეა პრინციპში, რაც ეს გაკვეთილები გვაქვს კვირაში ერთხელ, რაღაცა გაირკვა რომ სერა გაკვეთილზე მივხვდი რომ იცი რა, პირველად ჩემ ცხოვრებაში მივხვდი რომ შრომის ნაყოფი სავით დავინახე, რაღაცა და ძალიან გამეხარა. კეთილი, ჩვენ ახლა რადიო მედის ეთერს დავეთმოთ საინფორმაციო გამოშვებას და შემდგომ ისე იქნებით არტისტულები. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და გადაცემის სტუმრები არიან ხელოვნების სკოლის სტუდია არტისტის დირექტორი მოლი თოფურიძე და ასევე ამავე სკოლის პედაგოგი ნუკა მასი. აი პედაგოგი რო ვარ მეცინება ხო იცი ამ თემასთან დაკავშირებით. ნუკა მასი ჩვენი დილის წამყვანი ნუკა მარგულაშვილი და მოლი გავასახლეთ მამამ და მამა წავიდა დათმობაზე. და თქვენ მის გავასახლეთ მამამ. არა ვიცი. როგორ ხერხულია ეთერში ის სტატუსები რაც მამას ამ თემასთან დაკავშირებით ქონდა აი ვიცინოდი ალბათ ერთი კვირა. იცი როგორ გულშესკია და აქ რემონტს ეძახდა მიდის ნგრევის პროცესი რომ ვიძახდე Facebook-ზე რომ ეწერა რომ რაღაცა ეს არ არის ნგრევა, ეს არის დემონტაჟი, რასაც მოყვება მე შემდგომში ამ ყველაფრის აშენება და აღზევება. ნუ აი ისე განიცდი და იქაურობის დასწრას და იქაურობის დანგრევას რომ მართლა გეუბნები, აი ვერ მოდი ბოლოს იცახდა რომ მე ვეღარ მოვალ სანამ თქვენ აშენებას არ დაიწყებთ, მე აქ აღარ მინდა ყოფნა.
მოლი შენ თუ ხარ დიზაინერი და ხარ ესე კი ძალიან ისეთი არტისტული ოჯახიდან და ნუ ახსენეთ ჩვენ დედას მაკატვალიშვილის სკოლა რომელმაც ალბათ მაინც ეს რაღაცა კი არა ამან განაპირობა ეს ყველაფერი რაც იყო და გვაქვს ძალიან ბევრი საგანი სახვითი და გამოყენებითი საგნები ესე ჩამოთვლილი თქვენთან ხატვა ფერწერა ასევე ფერწერა გაქვთ ინგლისურ ენაზე ინგლისურად კი არ ხატავთ ინგლისურ ენაზე კი არ ხატავთ არამედ ინგლისურ ენაზე პედაგოგი ხო ანუ ინგლისურ ენაზე ამერიკელი პედაგოგი ყავს რომელიც ანუ გარდა იმისა რომ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობს და ახატინებს და ყველანაირ ანუ ამეთყოლებს ინგლისურად უკითხავს რაღაცა წიგნებს მანამდე აქვს რაღაც შესავალი ისეთი ერთი გასროლითური კურდღელია როგორც ვამბობ ანუ ფაქტიურად სალაპარაკო ინგლისურ ჩვეულებრივ ენასაც იყენებ, ანუ ასწავლობენ ბავშვები. არიან ბავშვები მაგალითად, რომელთაც არ ესმით, მაგრამ ანუ აი ის უნდა მშობელს აქვს, რომ აი უნდა ყური მიეჩვიოს. ისინი ბავშვები მე ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთს უთარგმნიან, მე ის მასწავლებელს ხო ანუ უთარგმნის რაღაცა და მაინც საერთო ჯამში გამოდის ესეთი რაღაცა, რომ ყველაფერი ესმის. კეთილი, ამ გარდა მე გავაგრძელებ ჩამოთვლას ამ თქვენი საგნების აქ არის ასევე გრაფიკა აკადემიური ხატვა, სწორედ რომელსაც მამა უძღვება დიმიტრი თოფურიძე, მხატვრული ფოტოგრაფია, თემა და ტექნიკა, რომელსაც უძღვება გია ჯაველიძე და ასევე თიხით ზერწვა, რაც ირინა ჯიბუტის უკვე ვახსენეთ და გვაქვს ასევე პოლიმერული თიხით ზერწვა, სამკაულები და მინიატურული ფორმები ირენა მახარაძესთან ერთად. და ეს სამკაულები და მინიატურული ფორმები კიდე ერთი მხრივ კარგი და არაჩვეულებრივია მე როგორც ვიცი ეს ფსიქოლოგების გარო როცა ამ დროს ხდება რაღაც საკუთარ თავში მობრუნების მსგავსი, ამიტომ ურჩევენ ისინი ძალიან ხშირად თავიანთ პაციენტებს კიდეც რომ მათ ხელი მოკიდონ რაღაცა ესეთი დავშეთ მინანქარზე მუშაობას ისაც შენ თავთან და სამყაროსთან ეს მაკრო სამყაროსთან გტოვებს. ანუ კი ბატონო, ანუ როგორი რაღაცა იცი, პატარა რაღაცები კეთდება, ანუ რეალურად გარდა სამკაულისა შეგიძლია თქვა პატარა ქანდაკება გამოძერწოს მინიატურული, რომელიც მე სუვენირად შეიძლება გამოიყენო. ანუ ეს არის რა ქვია იცი რა უნდა გითხრა ძალიან საინტერესო ამბავი. მე გამომწყდარი ვარ უკვე ამ თემასთან დაკავშირებით რადიოს მენელთან და ვინც დილის გადაცემას უსმენს იცის, მაგრამ მინდა გითხრათ რომ მე მქონდა საშინელი ფობია ძალიან მეშინოდა ქანდაკების. ну ახლა ეს შეიძლება სასაცილოა და არასაკვირველია სასაცილო, მაგრამ ეს ფობია არსებობს ესეთი და მე მახსოვს რომ თემო კუპრავა არის რეჟისორი, რომელიც იყო ძალიან დაინტერესებული ფსიქოლოგიით და ინსტიტუტში მე ძალიან დიდი ხნის ამბობს ყვები. მოგეთ თემოს ვკითხე, რომ აი ნუ უყვებოდი ხოლმე ამ ჩემ ამბებს, რომ აი რა არქნა ესე მეშინოთ. თემოს ჰქონდა მაშინ მიმოწერა ერთ-ერთ სტუდენტთან, რომელიც ფსიქოლოგიურს სწავლობდა ლონდონში. თქვით ამ ბიჭმა იქიდან ესეთი ამბავი შემოგვითვალა, რომ მოკლედ ერთადერთიო. ანუ იმიქ დამამშვიდა რომ ნუ გეშინი არსებობს ყველაფრის ფობია, ნუ თავის თასმის შეიკრა და აი აბსოლუტურად ყველაფერი. და ესეთი რჩევა, ოღონდ ეს არ იყო ჰაერზე ნათქვამი რჩევა, ერთ-ერთი ესეთი ძალიან ხშირად გამოყენებადი რჩევა იყო ესეთი, რომ იმისთვის რომ მე გამქრობოდა შიში ამ ქანდაკების, უნდა გამომეძერწა მე თვითონ ქანდაკება. რეალურად გენახარ ისი გეშინია. არა, ნუ რომ ვკითხე რომ ნუ აი რატო თქო როდესაც შენ თვითონ ამათ ერთი ეს უარყოფითი ენერგია თურმე ხელიდან პირდაპირ გადაგაქ ეს რაღაცა შიში და შენ როცა იმას ქმნი რისი შიში მე ბუნებრივია შენივე შექმნილის ძალიან ცოტა ალბათობაა რომ შეგეშინდეს. ხო მართალი გითხრა მე ცოტა სხვა მეთოდს მივმართე პირდაპირ ესე შევეჯახი ქანდაკებებს რომში და რაღაცნაირად გადავლახე ეს შიში, მაგრამ ეს არის ძალიან აპრობირებული მეთოდი საიმისოთ რომ ვისაც კი გაქვთ თუ კი ვინმე ხართ ასეთი რომ გეშინიათ ქანდაკების და ჩვენ დავბრუნდეთ ისე ჩვენს ბავშვებს აქვე გვაქვს თეორიული საგნები მსოფლიო და ქართული ხელოვნების ისტორიის საფუძველი და ნუ პედაგოგი გოგი ხოშტარა ეს უკვე ყველაფერს ამბობს და ასევე მსოფლიო და ქართული ხელოვნების ფასეულობები პედაგოგი ირინა მანია და ამ შემთხვევაში რა ხდება ირინა მანია დაიბენი რას ვწავლობთ იგივე ხელოვნების ისტორია არის რა თქმა უნდა მსოფლიო და საქართველოს ხელოვნების ისტორია არის მაგრამ არის პატარა ბავშვებისთვის რომელიც ანუ უფრო სახალისოდ ხდება უბრალოდ ამ გაკვეთილების სწავლება და სწავლა მიმდინარეობს 6 წლიდან ზევით, რასაც მაგალითად გოგი ხოშტარიასთან დადიან უკვე უფროსები, სადღაც 13-14 წლიდან ზევით ასაკის ბავშვები. და არის ასევე ისტორია და მითები, მითოლოგია, რაც შეისწავლის მითოლოგიას კი ბატონო, ბერძნული მითოლოგია ძირითადად.
აჰა, ნუ უკვე აღნიშნეთ და სწავლების მეთოდები არის როგორც სტუდიური, ასევე აუდიოვიზუალური და პლენერი ვერ ვასწრებთ, იმიტომ რომ ორი თვე რაც გავიხსენით. ხო, რა თქმა უნდა, გვაქვს პლენერები, გეგმავთ აუცილებლად როგორც კი დათბება სამწუხაროდ წელს ჯერჯერობით ვერ მოვასწრით, იმიტომ რომ გახსნა გქონდა სექტემბრის ბოლოს ოქტომბერში დავიწყეთ რეალურად სწავლა და უკვე ორი გაკვეთილიდან ანუ ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით, იმიტომ რომ რეალურად ბავშვმა უკვე რაღაცა უნდა იცოდეს, რომ იმის მიხედვით მე სადღაც ბუნებაში გარეთ გავიყვანოთ და იქ ვახატინოთ თუნდაც. მაგრამ როგორც კი დათბება და ჩვენ საშუალება გვექნება იმისი, რომ გავიდით გარეთ და ეს ყველაფერი ბუნძიახში ასე ვთქვათ. გამოვცადოთ და ვახატინოთ ბუნძიახში. რა თქმა უნდა, მაშინვე აუცილებლად განვახორციელებთ ამ ყველაფერს. და რაც შეეხება არის ორი ძალიან დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ დავუშვათ ხატვა. დავიწყოთ კი არა, ანუ რა ასაკიდან შევიყვანოთ ესე პედაგოგთან მევიყვანოთ. არის ერთნი ამბობენ, რომ ეცე მოდი 13-14 წლამდე ადროვე ხატოს თვითონ, იმიტომ რომ ამ დროს აქვს ძალიან მდიდარი ფანტაზია. ანუ ძალიან კარგი გვაქვს მაგალითად ეგ ჩვენი პედაგოგი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ხატვას 4 წლიდან 10 წლამდე ბავშვებს. მას იცით როგორ მიდგომა აქვს, ანუ დავალებას რეალურად არ აძლევს. აი, სრული თავისუფლება აქვს ბავშვს იმისთვის, რომ დახატოს ის, რაც უნდა. თან ამის მერე, აი, თქვათ რაღაცა, დახატა ცხენი, რაღაცნაირი ცხენი არის დღეს მაგალითად მაჩვენებდა ანი მასწავლებელი, რომ დახატა ეს ცხენი და იყო 4 კუთხედი. რატო, აი, ახსნევინოს ბავშვს, რატოა ეს ცხენი 4 კუთხედი? რატომღაც ბავშვი ხო ხედავს ამ ცხენს 4 კუთხედს, ანუ იმ ყველაფერს მე ბავშვი უყალიბებს, რომ აი რაღაც თქვა არ ვიცი ახლა მე კონკრეტულად რატო რა მოუყვა იმ ბავშვმა, მაგრამ რეალურად ისიც, ანუ ფსიქოლოგიური მიდგომა აქვს თავისი, ანუ განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკში. მე მაგალითად ანის რო უთხრე, რომ აი ზუსტად არ ვიცი მეთქი ჩემ შულს აქ თუ არა ხატვის ნიჭი თქო. ეგეთი მცნება არ არსებობს. ყველა ბავშვი ნიჭიერია. აბსოლუტურად ყველა ბავშვს აქვს ნიჭი. ხა ისე ვიქნებდივარ თუ შეიძლება არ გამოვიდეს ხო მოდილიანი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს არასოდეს არ თქვაო, რომ ეხა ამას ხატვის ნიჭი არ აქვს და ამიტომ არ მოვიყვან ხატვაზე, იმიტომ რომ აქ ისეთი იმდენად სხვა მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერს, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მათი ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რომ ნამდვილად ღირს, რომ რაღაცა მათ ფანტაზიას მივცეთ გზა ფართო და ნიჭს. და გასაკანი ხო? და აი თვითონ თქვენთან როგორ არის ასაკობრივი ჯგუფები ბავშვები ერთად არიან თუ კი არიან, აი პატარა ასაკობრივი ჯგუფები გვაქვს, მაგალითად ხა კლასი არის, სადაც ხატვის კლასში არიან 4 წლიდან 7 წლამდე, მე 7 წლიდან 10 წლამდე. შემდეგ არის ლადო ტატიშვილის კლასი გვაქვს, ასევე რომელშიც არიან 10 წლიდან 16 წლამდე ბავშვები. და შემდეგ არის, ნუ აი 14 წლიდან აკადემიური ხატვა უკვე უსასრულობამდე არის მაგალითად. ასევე ძერწვასაც, ანუ ეს აი ძირითადად 4-5 წლიდან ვიწყებთ ძერწვასაც. და თქვენთან მე მინდა აღნიშნო უცებოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს გაგვეცნო, იმიტომ რომ მე და ნუ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება ხომ საერთო ნაცნობი, რომ აი რაღაც ჩვენ რაღაც გააღმოჩნდა, რომ დანტისტიც კი საერთო ყავს და სულ კითხულობს და მე ვენები რომ ეცინე ვერ ნინაცკვითინიძე. როგორც არის სრულიად იმედის დანტისტი, მე მგონი რომ არა ნინო ჩვენ ვერ გავიღიმებდით ვერავინ კარგად, მე მივხვდი, მივედი მაგ დასკვნამდე. და ჩვენ ყველანი ერთმანეთს გაგვაცნო ანომ, რომლის ფოტოც მე ნახეთ თქვენი გადაცემის გვერდზე არა, ასო გადაცემის ჩვენი სკოლა სტუდიის გვერდზე. ჩვენი ყველაზე პატარა არტისტი არის ანო, არტისტკას ვეძახით. 2 წლის მოზუზნული ანო, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებლის ქეთი ასათიანის შვილი. და ნუ აი პერიოდულად ხოლმე გვაქვს, რომ მოყავს ხოლმე და ესა და ნუ მაგალითად ეს შაბათს ახლა ეს ფოტოები შენ საიდანაც ნახე იყო ლადო ტატიშვილის კლასი გვეწყებოდა და ნუ ეს დაჟე ლადო შემოვიდა გაოგნებული იყო რომ ჩემ კლასშია, ანუ არ წარმოდგენაც არ ქონდა რომ ამ ქეთიშვილი იყო და ნუ ეგ გაოგნებული და გიждდებოდეს, ანუ გიждდება დღემდე ლადო ბაბუს კლასზე, იძახის რომ ლადო ბაბუს კლასში მინდა წამიყვანეთ რომ ახატინეთ, ნუ ყველაფერს აკეთებს ლადო ბაბუს ხათრით ფაქტიურად. ხო და ნუ რა ვიცი, აი ძალიან კარგი იქნებოდა რეალურად რომ შეეძლოთ ახლა 2 წლის ბავშვებს ხატვა, ძალიან დიდი სიამოვნებით დავისვათ. რა უბრალოდ იცი რა არის გარისკია, იმიტომ რომ მე მახსოვს ეს პატარა გოგო შემომიყვანეს, რომელიც იყო უსაყვარლესი მართლა 4 წლის
როდესაც რო კითხა რომ მოდი ხა ვიმღერო თქვი სრული სერიოზულობით მე პასუხობ რომ მე ხლა არა ვარ სიმღერის ხასიათზე ნუ რა უნდა უთხრა აბსოლუტურად გულწრფელად კარგი მეთქი შენ რომ მოხვალ მეთქი სიმღერის ხასიათზე თქო მე ეხა ხატვის ხასიათზე ნუ მაშინ დახატე მეთქი და რომ მოხვალ მეთქი მე მითხარი მე თოთახანი ეხა მოვედიოს მაგრამ იცი რა შემაში მოიფიქრებე იცი რაო მე ძალიან მიყვარს ღამე ფიქრე ამიტომ ეხა სახში წავალო რომ დაღამდებაო მე მოვიფიქრებ და მოვალ და ბოლოს მითხრა ყველაზე მაგარი ფრაზა მეთქი შენ ჩემთან ივლი მეთქი და რომ გადიოდა კინან რა ქვია ოთახიდან მე შენთან ვივლი შენ ძალიან ლამაზი ბეჭდები გიკეთია და შენთან ვივლი ნაი იმიტომ გიჟდები რა ეს ბავშვი მე ყველაზე გულწრფელები რომ მართლა რასაც ფიქრობ და ეს ბიჭიც ძალიან საყვარელი იყო გახსოვს პირველად რომ სუქანი ძალიან საყვარელი რომელიც ესე მიყურა და მე რაღაცებს უხსნი რომ მეტყოლებაზე იყო ეს ბავშვი რომ აი ესე და ისე და რომ სიგიძებ ჭხილები გააკუცა ესე შევხი ძალიან საყვარლები არიან და ძალიან გულახდილები არიან სიფრთხილე უნდა მათთან ურთიერთობას იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა შენმა ერთმა თქვა წყობიდან გამოსვლას რაც ავსებით შესაძლებელია ერთმა ცოტათი გადაბრუნებულმა სიტყვამ შეიძლება რაღაცა მათ ფსიქიკაში ცოტათი ძალიან მარტივად შეიძლება უცებ რაღაცა უარყოფითი შეეშინდეს და всё დაკომპლექსდეს და რამდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს აი ერთი ნათქვამი საჯარო შენიშნაც კი მას გაყვება ყველა ბავშვს აქ რა ის სკოლაში იცი რაღაცა ერთი ცუდად და მე მესმის იმასწავლებლების რომ მე ერთი ვარ და თქვენ 40-ნი ნუ ეს ფრაზა გასაგებია მაგრამ იცი რა ალბათ იმიტომაც მილიონზე მე იმიტომაც ხარ შენ ერთი და ჩვენ 40-ნი რომ მოგითხო ბარა რაღაცნაირად ამ ბავშვებს შენი წყობიდან გამოსვლის გამო მათ ფსიქიკას არანაირი ზიანი არ მიაყენებს. კეთილი, ჩვენ ახლა მუსიკას დავუთმობთ დროებით რადიო იმედის ეთერში შემდგომ გელით საინფორმაციო გამოშვება და ამიდის პროგნოზ და მერე გავაგრძელებთ საუბარს მოალისთან და ლამაზ ბეჭდებიან ნუკასთან. არ გამოტოვოთ კატო საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და გადაცემის სტუმრები არიან ბავშვთა ხელოვნების სკოლის სტუდია არტისტის დირექტორი მოლი თოპურიძე და ასევე ამავე სკოლის სიმღერის მეტყველებისა და მხატვრული კითხვის პედაგოგი ნუკა მარგველაშვილი ჩვენი დილის წამყვანი თქვენთვის კარგად ცნობილი და მოლი მოდი შენ საორგანიზაციო საკითხებს ამჯერად უკვე შენ კითხავთ როგორ უნდა მოვხდეთ თქვენთან სურვილის შემთხვევაში ეხლა ხო არის დავშე ჯგუფები შედგენილი რამდენად არის საშუალება რომ დაამატოთ ისევ ბავშვები ან კვირაში რამდენჯერ მოკლედ ყველაფერი რაც არის დირექტორს რასაც ეკითხებიან ხოლმე მშობლები ის მაინტერესებს. იცის როგორ ვაკეთებთ ხოლმე ხა ჯერჯერობით ჯგუფები ასე თუ ისე ნუ თითქმის შევსებულია მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი შეივსო რა თქმა უნდა მე ვამატებთ ახალ ჯგუფს ხოლმე შესაბამისად ახალ დროს ჯგუფში რამდენი ბავშვია ესიც ხომ მშობლებს აინტერესებს როგორც კი 10 ნუ მაქსიმუმ ინდივიდუალური მე 10 ბავშვს მაგალითად სიმღერაზე ვერაფრით ვერ დავსვა. აი ხატვაზე მაგალითად 10 მაქსიმუმ 12 ალბათ შეიძლება დავსვათ. თან კი მე უკვე იმდენად ყაყანია ხოლმე თან განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, ნუ ყოველას ინდივიდუალურად უნდა ყურადღების მიქცევა და ცოტა რთულია ეგეთ შემთხვევაში ბევრი ბავშვები. რაც შეეხება მოხვედრას საჭიროა რა თქმა უნდა წინასწარ დარეგისტრირება და ანუ პირდაპირ თუ რომ მოხვალ შეიძლება უბრალოდ კლასში ადგილი აღარ დაგხვდეთ და ანუ გულნაწყენი არ გვინდა რომ დარჩეს ხოლმე ამ შემთხვევაში ბავშვი ამიტომ ყოველთვის შევბოლს ვეუბნებით რომ წინასწარ დაგვირეკოთ და დარეგისტრიროთ მე ხდება ხოლმე დარეგისტრირების შემდეგ ყველა ვარიანტში პირველ დღეს ანუ როდესაც პირველი დღე არის ბავშვის მოსვლის ვახსენებთ ხოლმე რა თქმა უნდა ვურეკავთ იმიტომ რომ ზოგს შევბოლს ეპარება ხოლმე ყოველთვის ეგეთი რაღაც ანუ ავიწყდებათ პირველად მოსვლისას და ხო ჩვეულებრივად ჩვენ იქ ვართ დილის 11 საათიდან გაკვეთილების დამთავრებამდე ახვლედიანის 15 ნომერში კი ბატონო ყოფილი პეროვსკაია არის ძალიან ანუ ადვილად მისაგნები არის და მარტი ანუ ხელსაყრელი ადგილი არის და საკონტაქტო ინფორმაცია თქვენი მე როგორც ვიცი ყველაფერი დევს არტისტის Facebook გვერდზე კი ბატონო გვაქვს ანუ და ასევე ფლაიერები გვაქვს რომელზეც ანუ ასე თუ ისე სკოლებში გვაქვს დარიგებული და სკოლებიდანაც
ჩვეულებრივად ამ ფლაიერების მეშვეობით ვირეკავენ. მარკეტინგული გონივრული გათვლები. კი რაღაცა ესეთი გათვლები გავაკეთეთ თავიდანვე, რომ ეს რაღაც ტიზერი შევქმენით ასევე სანამ არტისტი გაიხსნებოდა საერთოდ და არავის წარმოდგენა არ ქონდა რაზე იყო ლაპარაკი ეს ტიზერი უბრალოდ მხოლოდ ღირდა რა. ძიმას ცალკე ხატვა ღირდა. მე გეუბნებით, ეს საქმე ღირდა. კი, ნამდვილად ესე. ეთრე მე მგონი და ჩაგვერთო მამა და სატელეფონო ჩართვით და სატელეფონო ჩართვით კი ნამდვილად თვითონაც ძალიან ბევრ რაღაცას იტყოდა ამ ყველაფერსთან დაკავშირებით. რატო გამბავი? ისი რა არ ვიცი. არ ვიცოდი მე რომ მოვიდა მე გამიმხილა რომ მამას უთხრა რომ ეს სახელოსნო დღეიდან დრო არა გქონდა დაუკავშირდეთ? კი დრო გქონია საკმაო ასე რომ არა ეს ხო ვერ დაუკავშირდებით სამწუხაროდ იმიტომ რომ არ არის ქალაქში. თორე და როგორ ჩანს რომ გვატყუებს კეთილი გარდა ამისა შენ ძალიან კარგად ცრიალებ თურმე სანამ ფეხსაით გაგიმანამდე მე და რამე ვთქვა რომ ეხა ხო არ წარმოდგენილი როგორც არტისტის დირექტორი და სრიალი რომ მოხდა მოლის საქმიანობასთან დაკავშირებით როგორც no ეს არის იმ ადამიანებისთვის ძალიან ღიმილის მომგვრელი ვინც მოლის ვიცნობთ ბავშვობიდან იმიტომ რომ ნუ ეხა მე იცი რა მე ხო იცი სულ ვამბობ რომ მე ვარ ძალიან სუბიექტური ადამიანი მე არა ვარ ობიექტური განსაკუთრებით ჩემი მეგობრების ლატონი შენი მეგობარი და უფრო მეგობარია ვიდრე ჭეშმარიტება და ნუ ხა ეს ის შემთხვევაა რომ ნუ აქ სუბიექტურობა არ არის საჭირო და ალბათ ეხა ეკრანი რო იყოს აქ ძალიან დამეტყობოდა როგორ დავიმორჩა არ უნდა დაიმორჩხოთ რაც მე ხო იცი ნიკოლოზ წოლუკიდას სულ მეუბნება ხოლმე რომ ჩვილო რასაც ნახა მიეძალე ბოლომდე რაც გამოგდის და ნუ არ ვიცი ხა ეს არის ამბავი რომ ჯერ ეს ერთი იცი რა მე მინდა უთხრა ყველას რომ ჩვენ კი ხა ბევრს საუბრობთ თან გვინდა და ძიმას როგორც ხატვის მასწავლებლის ჩართვა მაგრამ ის ვისაც თუ კი ვინმეს ქონია გუდაურთან შეხება და თუ კი ვინმე ხილამურთან შეხება ძიმების კოტეჯი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე პირველი კი ბატონო და საერთოდ ვაპირებთ რომ ეს ჩვენ ისევ ავაყორწინოთ ოღონდ უკვე არტისტის სახელით რა თქმა უნდა ძიმები შეერჩება ამ ყველაფერს სახელს მოლი ხა იცი რას გეტყვი ყველაფერი გასაგებია იქ აცადეთ ბატონ ძიმას იქ სადაც ნუ ეხა სამთავრში ამ ყველაფერს ვეღარ ვასწრებთ იმიტომ რომ რეალურად ნუ იმდენად ორი თვე არას დავიწყეთ ახლა ეს ახალი არტისტი რომ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებთ უკვე სამთავრზე და ბორდებზე სრიალთან დაკავშირებით გამახსენდა რა მართლა ძალიან ცოტა ხანია რაც გახსნილა და ბავშვების რაოდენობა და ძალიან მიხარეს მეტყოლებს იმაზე რომ ინტერესი ამ ყველაფერს არსებობს მაყოფილები არიან რომ აი ბავშვებს მეკითხებიან რომ დასვენების დღეები რომ იმთხოვა ხოლმე არ უნდათ დასვენება ანუ აი მირეკავენ ცალკე მშობლები და ბავშვები თვითონ მირეკავენ ხოლმე და გვეუბნებიან რომ მას დღეს იქნება გაკვეთილები ძალიან გვინდა რომ იყოს არ არის რაღაცა სტანდარტული დაძალებით და რაღაცა უყვართ მოსვლა და წასვლა მოდიან ადრე ხოლმე და გვიან მიდიან და ნუ აი მაქსიმალურად ცდილობენ ხოლმე რომ სულ იქ იყვნენ და ძალიან ანუ აი ეგ მიხარია ძალიან რომ აქვთ რაღაცა დიდი ოჯახივით არის რა ერთი დიდი ოჯახი ვართ და ალბათ ეს ძალიან კარგი იმიტომ ძალიან ხშირად მესმის ხო ეს ხვების განს თუნდაც იგივე სკოლებიდან რაღაცა ჩვენ ბავშვობაში ყოველდღე სკოლაში არ წასვლა იყო დღესასწაული და ნუ ჩემი ოჯახის უმცროსი წევრებისთვის ეს არის რაღაცა ერთგვარი ტრაგედია, იმიტომ რომ შენ ჩამორჩებიან საგანს, ვერ ნახევენ თავიანთ მეგობრებს და სკოლის დროსაც ეგრე იყო ყოველთვის. არ იყო ეგრე, ხა, ერთი წამი სიცხის საძმოს ვადებდი ხოლმე, იმას რა ქვია, რადიატორს, რომ ვითომ სიცხე მქონდა და სკოლაში კაცო, გახსენება თუ დავიწყებ, ვიждები და მეორე 4 შაბათამდე, მაგრამ მეორედ მოსვლამდე. ყოველ შემთხვევაში მაინც ჩვენი სკოლა და მე ამას სულ ვამბობ, რომ მე-6 გიმნაზია იყო ის სკოლა, სადაც გაცდენა არ გიხაროდა, იმიტომ რომ ჩვენ ფანტასტიკურ დროს ვატარებდით ხა ნამდვილად ესე. კი, იმიტომაც არ მოდიოდი ხოლმე მე რეკჩემთან სახში შატალოებზე. იმ შატალოსაც ქონდა რაღაცა. მე ვითომ ვიტყვებოდი რომ თვითონ და არ არის სწავლა თქო, მე ნუ გადამადგებოდა და მე ვაგდებდი ხოლმე. არ ვიცი ხა მე იმედი მაქვს რომ ამ დროს ჩვენი ბავშვები არ უსმენენ ამას და ძალიან კარგი და ნუ მშობლები ამას ყოველთვის გაგებენ ჩვენ ერთხელ 3 დღე არ შეგვიშვა სკოლაში დაგვსაჯეს. და ნუ ახლა რო გითხრა რომ დიდი ტრაგედია იყო თქო არა მაინდა მე მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავით მაინც სკოლის უკანა ეზოში და ესე იგი ჩვენ იმედი გვაქვს რომ როცა გუდაურში მამას კოტეჯი ამ შემთხვევაში უკვე ესე იგი მამას მაინც
ვერ გავწდით გამოტვირებით. ეს არის მამათა და ქალიშვილთა ბრძოლა თუ რა ხდება? არა, მე მგონი პირიქით. არა, პირიქით ერთიანობა რეალურად არის დიდი მთლიანობა, რომელსაც ერთად უძღვებით, ანუ ყველაფერს ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ანუ ერთი იცი რა ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე გვინდა რომ ეს არტისტი და ძიმები ოჯახის არ დაიკარგოს და ეს ყველა ვინც კი ჩვენთან ანუ ჩვენი მონაწილეები ვინც არის არტისტი იყოს თლიანი ოჯახი. იქ სადაც არიან თოფური ძეები მოლი და ძიმა თხილამურის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. რამდენიც არ უნდა ვხატოთ, ვძერწოთ, ვიმღეროთ, ვიმეტყველოთ. ეს არის და პრინციპში ძალიან კარგი, იმიტომ რომ თხილამურიც არის სპორტი, რომელიც არის ყველაზე მეტად მოთხოვნადი. ძალიან კარგი იქნება ელემენტარული სხვადასხვა კლასში ბავშვები რო არიან და ერთმანეთს რო არ იცნობენ, ისიც არტისტია, ესეც არტისტია და უცებ რაღაცა შეიძლება თქვა იგივე სპორტზე, ხო, იგივე ამ შეკრებებზე და ზაფხულში თუნდაც აი ლაშქრობებში რო წავიყვანთ, ყველამ ერთმანეთი გაიცნოს და უკვე მიხვდებიან, უი მართლა შენც არტისტი ხარ, მე არტისტი ვარ. და მე ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. აი მე ძალიან მეკითხა მაკადვალიშვილი როგორ მოხდა რომ არ ჩართეთ თუ მას უბრალოდ არ ეცალა მაგა იმდენი ჩადო ამ ყველაფერში რომ რუხი კარდინალია მოკლედ საფუძველი ფაქტიურად მაკასგან მოდის იმიტომ რომ მისი სტუდიისგან მასაც უნდა ხო ანუ მასაც უნდა და თავიდანვე ანუ მიბიძგა რა თქმა უნდა რა ურა კარგი იყო რომ მე ესეთ სტუდია მქონდა რაღაცა და აქედან გამომდინარე მე მეც დავიწყე აქედან ფიქრი ჯერ ერთი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ყველაფერში ანუ ამ ორგანიზებაში და ჩემი რო არ ყოფილიყო მე ფაქტიურად მარტო ამას ვერაფერს ვერ მოვახერხებდი ანუ კი დამფუძნებლები ვართ მე ჩემი დეიდაშვილი ქეთი ასათიანი და ჩემი მეუღლე თორნიკე ცაგურია მაგრამ მაინც ყველაზე დიდი წვლილი მაკას და ძიმას აქვთ ამ ყველაფერში ჩადებული. და კუზინების ერთობას ყოველთვის ძალიან კარგი საქმეები მოყვება ხოლმე. კუზინა და კუზინა ერთად ძალიან დიდი ძალაა. კეთილი, ჩვენ გაცემა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გაცემის სტუმრები იყვნენ ბავშვთა ხელოვნების სკოლა სტუდიას არტისტის დირექტორი მოელი თოფურიძე და ამავე სკოლის პედაგოგი, სიმღერის მეტყველებისა და მხატვრული კითხვის ნუკა მასი, ნუკა მარგველაშვილი, ჩვენი დილის წამყვანი და მე ესე იგი შევახსენოთ, მოდით საათველით ჩვენ ყველას ეს არის ახლედენის 15 ნომერი თუკი გვაქვს სურვილი რომ მოკლედ გელოდებით ყველას ვისაც გინდათ რომ იყოთ არტისტი და არტისტად ყოფნა ნამდვილად ღირს მე გემშვიდობებით პარასკევს დილამდე და შემოგერთებით მე და ნიკოლოზი დიდი 8 საათზე ბედნიერად კეთილი მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის ორივეს მით უფრო შენ რო აი დილას აქხარ საღამოს აქხარ უკვე და ჭრიჭინა ანოს მოკითხვა ვინც გაგვაცნო ჩვენ ყველას ერთმანეთი არტისტკა ანოს 2 წლის ანოს და მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს არ გამოტოვოთ კატო საღამოები რადიო იმედზე